რამდენიმე დღის წინ Facebook-ში გამოჩნდა შესმერ გაფორმებული ქართული სიტყვები. და რა ვიცი, შეიძლება ითქვას აფეთქდა სოციალური ქსელი, ყველას ძალიან მოეწონა და ამიტომ მინდა გკითხო ამ ნამუშევრების შესახებ. როგორ მოგივიდა საერთოდ იდეა და მიზანი რა იყო, როგორ დაიწყე კეთება? ჯილი ესეთი დიზაინერია და იმას აქვს ძალიან მაგარი ნამუშევრები ამ თემაზე. თავიდან ნახე ეს ნამუშევრები და რა ვიცი, იმის მერე სულ რაღაც უყურებდი ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი და შემდეგ მოვიდა რომ რატო ქართული არა. რატომაც არა. ბევრი ვფიქრე, აი რა სიტყვა შეიძლება შეგერჩია მაგალითად, ან რომელიასო რისთვის მიგემსგავსებინა. თავიდან რაღაც საერთოდ გართობის მიზნით დავიწყე, არ ვაფიქრებდი ეს ბევრის გაკეთებას, ცადე ასე ვთქვა და პირველი რა გააკეთე თუ გახსოვს? პირველი მე მგონი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მე მგონი ყავა გავაკეთე. როგორ არჩევდი სიტყვებს, როგორ ამსგავსებდი აი თითო ასოს იმ საგანს, რომელსაც ვთქვათ ეს სიტყვა გამო. მე მაგალითად საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი, რომ წვადი შეიძლება დაიწეროს ესე შამფური. ხო, ანუ თავიდან რა ვიცი, ესე არ მიფიქრია, მოდი ამას რა ვიცი, ჩვეულებრივ რასაც ყოველდღიურად ვეხებით ან კონტაქტი გვაქვს, ისეთი ვფიქრობდი რაღაც ისეთი სიტყვები გამეკეთებინა, რომ რაღაც ისეთი და რაც შეეხება პროცესს, რა ვიცი, ფანქარი ფურცელი და თავიდან ძალიან კომპიუტერში არ აკეთებ ისე ხარ თავიდან კომპიუტერში არა. ეგ არის, რა ვიცი, თავარი ეგ არის, რომ ეგრე არ გააკეთო რაღაც. და თვითონ ქართული ანბანის მოხაზულობა, აი რამდენად იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას. ალბათ თავიდან ამაზე ფიქრობდი. ანუ მეც ბევრი რამე აღმოვაჩინე, რომ რაღაც თითქოს კოდები დევს სიტყვებში თუ რაღაც ეგეთი. მეც რაღაცას რო ვფიქრობდი, რაღაცა მე თვითონაც მიკვირდა, რომ აი როგორ დაემთხვა ეს, რომ აი ზუსტად ესე მინდოდა რომ ეს გამოსვლოდა და იმასო შემდეგ ეს მოხდა და რა კარგია. ხო. გამომადგა. და აი ჯერ მაგალითად აი მანქანა მაგალითად. ჯერ დაწერდი. ძალიან ბევრ ჩხაბნი ერთ სიტყვას, რა ვიცი, ძალიან ბევრ ჯერ წერ და ვუყურებ მე. ხო. აი სიყვარული ხა, ნუ რ არის ასე ვთქვათ გარჭობილი უში. ხო, ნუ ეს სიყვარული ცოტა ისეთი ცნობილი სიტყვაა, სხვების ნანახი მაქვს, რაღაც სიყვარული ეს უყველა მითის რომ გული შეიძლება გაკეთდეს და არ მინდოდა რომ ეგ გამეკეთებინა, ეხლა რაღაცა თითქოს რაღაც მოვიპარიან რაღაცა, არ მიყვარს ეგეთი რაღაცები და მინდოდა უფრო რაღაც სხვა რაღაც მომეფიქრებინა ამ სიყვარულზე, თან ისეთი სიტყვაა რომ რაღაცა ხშირად ვიყენებ და უფრო პოპულარული მოგცა ხო ამის შესაძლებლობა რომ გაგეკეთებინა თქვა და კარგად გამოსულიყო. შარშან 13 ივნის შენ ასევე გააკეთე ბეგის ლოგო, ხო? ეს გვახსოვს. ლოგოებზეც მინდოდა მეკითხა, შენი აზრით თქვა, რამდენად შემოქმედებითი და ნიჭიერი ლოგოები იქნება დღეს საქართველოში და იგივე აი იმ ქართულ არ ვიცი რაღაც აქცენტებს რამდენად სვამენ თქვა დიზაინერები, ვინც აკეთებს ამას. ან რამდენად იყენებენ თქვა თემატიკას ქართულს იგივე თუნდაც. ხო, მე ვცდილობ რომ რაღაც ქართული რაღაცები გავაკეთო ხოლმე, თორე უცხოელები ისედაც ბევრია და ვაწვევი რაღაც ქართულებს და რა 13 ივნის კი ის ბეგი გავაკეთე, მაგრამ ბეგი უფრო პოპულარული არის, უფრო წინ გავაკეთე კიდე ის სიმბა იყო რაღაც ლენტით გავაკეთე, შავი ლენტით, ლომის გამოსახულება და ის უფრო რაღაც პოპულარული იყო და ყველას მოეწონა და შენ თუ გაქვს ამ სიტყვებიდან საყვარელი, ყველაზე მეტად რომელი მოგწონს, რომელს დაასახელებდი? გამომივიდა რავი, რაღაც ლუდი რა, ყველას ძალიან მოეწონა, მეც ანუ 400-ა და 4-ვე რაღაც გამოყენებადია, ზოგი ისეთი სიტყვაა, რომ რაღაც 300 არის გამოყენებული იმ რაღაც ილუსტრაციისთვის და ზოგი ისეთი ანუ დაუშვათ ყავაში 2 სიტყვა და რომელიც ფინჯანს ქმნის და ლუდი ისეთი გამოვიდა იგივე ნაყინი რომ ყველა ასოცი რაღაცა მთლიანად ილუსტრაციაა შეკრული.